ხალხის გულებსა და ქვეცნობიერში ყირიმი ყოველთვის იყო და რჩება რუსეთის განუყოფელ ნაწილად, განაცხადა დღეს ვლადიმერ პუტინმა და მისი გაგებით ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთება საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი. როგორ იქნება დასავლეთის და თავად კიევის საპასუხო ნაბიჯი? კიევიდან პარტია უდარის ლიდერი ვიტალი კლიჩკო ჩვენ ცოტა ხანში ჩაგვერთვება ამ წუთებში ის თათბირზე იმყოფება, სადაც კიევის ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ის განიხილავს თუ რა გზები რჩება უკრაინას კრიზისიდან გამოსასვლელად. ჩვენი სტუმარია აგრეთვე უნდა იყოს ესეთ კახა ბენდუქიძე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა კიევიდან და დღეს უკრაინის კრიზისის თემაზე ლექციის წაკითხვაც კი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ამის დრო მას აღარ დარჩა, ვინაიდან ის დილიდან მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. დაკითხვა ამ წუთებშიც გრძელდება და იქიდან ჩვენ ახლა ჩვენი ჟურნალისტი ანა წერეთელი ჩაგვერთვება და გვეტყვის როგორ მიმდინარეობს იქ პროცესები. ანა, მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. ხომ არ დასრულებულა შემთხვევით ამ წუთებში დაკითხვა? არა, გიორგი, კახა ბენდუქიძის დაკითხვა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ის დაახლოებით 10 საათზე მეტია, რაც თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი იმყოფება მთავარ პროკურატურაში. როგორც ცნობილი არის, დაკითხვა მიმდინარეობს 10 საათზე მეტი ხანია და ცნობილი არის ის, რომ კახა ბენდუქიძემ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე ისარგებლა შესონებით. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ტელეფონით ვესაუბრეთ პროკურატურის პრეს-ცენტრის წარმომადგენლებს, რომელმაც განგვიცხადეს, რომ არ არის გამორიცხული ბენდუქიძემ მთავარი პროკურატურა დატოვოს ცოტა ხანში. რაც შეეხება უშუალოდ საქმის მასალებს, ადვოკატის შესვლამდე მთავარ პროკურატურაში ადვოკატი აცხადებდა, რომ ამ საქმის მასალები მთავარი პროკურატურიდან მისთვის არ გადაუციათ და სავარაუდოდ რა ფაქტებზე არის საუბარი ამ საქმეში, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კახა ბენდუქიძე და მისი დაცვის მხარე დატოვებენ მთავარ პროკურატურას. ანა, რა ხდება თავად პროკურატურის შენობასთან? აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ჩვენთანაც იმყოფებიან დღეს სტუდიაში და ისინი ელოდებიან წესით, რომ მათი უნივერსიტეტის დამფუძნებელი მოვა და მოახერხებს დღეს გადაცემაში მოსვლას. მანდ თუ იმყოფებიან მისი მხარდამჭერები? დიახ, გიორგი, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აქ უკვე რამდენიმე საათია მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან კახა ბენდუქიძის მეგობრები, მისი თანამოაზრეები, ასევე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ კახა ბენდუქიძეს და სხვა პოლიტიკური ძალები, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში რამდენიმე წუთის წინ ასევე განაცხადეს, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და აუცილებელი არის, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე. დიდი მადლობა, ანა, ჩვენ დაგიბრუნდებით, როგორც კი დასრულდება და დაკითხვა ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი დასრულდება ჩვენი გადაცემის დასრულებამდე. მადლობა, ანა წერეთელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მოკლედ, ჩვენ ველოდებით, როდის დასრულდება პროცესი მთავარ პროკურატურაში, ველოდებით, როდის დასრულდება თათბირი, რომელსაც ვიტალი კლიჩკო ესწრება კიევში და მანამდე გადავდივართ ჩვენი გადაცემის კიდევ ერთ თემაზე. დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შესაძლოა დახურვის საფრთხის წინაშე დადგნენ თუ სახელმწიფო რეიტინგების მანიპულირებას დაიწყებს. ეჭვი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სწორედ ამას ცდილობს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც შემოსავლების სამსახურმა იმ ოჯახების სია მოითხოვა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ტელერეიტინგების შედგენაში. რა მიზანს ემსახურება დაწყებული შემოწმება და სადამდე მიიყვანს მედიას ეს პროცესი? ჩვენი სტუმრები დღეს არიან ნიკა გვარამია, ილია კიკაბიძე, ქეთი ქვარცხავა, კახა კოჟორიძე, ზურაბ გუმბერიძე და ნათია კუპრაშვილი. მე დავიწყებ იმ კომპანიის წარმომადგენლისგან, რომლისგანაც მოითხოვეს სიები სახელმწიფო უწყებაში. ქეთი, თქვენ ხართ ამ კომპანიის ადვოკატი. მოდით გითხარით, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თქვენ რომ დათანხმებოდით ამ მოთხოვნას და მიგეცათ ეს სიები უწყებისთვის, შემოსავლების სამსახურისთვის? მადლობთ, მოგესალმებით თქვენს აუდიტორიას. კომპანიისთვის სრულიად მიუღებელია ამგვარი მოქმედება, ანუ სიების გადაცემა ნიშნავს მის კომპრომიტირებას, ანუ ინფორმაციის გამჟღავნებას, რაც კონფიდენციალობის ცხადია ვალდებულებას ეწინააღმდეგება. ასეთ შემთხვევაში კომპანიას თავისი სტანდარტებითაც და ხელშეკრულებებითაც, რომელიც დადებული აქვს სხვადასხვა დამკვეთთან, ტელევიზიებთან და პარტნიორებთან, ევალება, რომ შეცვალოს მთლიანად ის ოჯახები, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლოს აპარატურა და განათავსოს სხვაგან, იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, გამჟღავნება. რაც გამოიწვევს რამდენიმე თვით კომპანიის პარალიზებას, ვინაიდან ეს პროცესი არ არის ერთდღიანი, ორდღიანი და თუნდაც ერთთვიანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თვეების განმავლობაში ფაქტობრივად რეიტინგები აღარ იარსებებდა. არ იარსებებდა. არის ისეთი ვარიანტი, თუ ეს მთლიანად დარღვევა იქნებოდა თქვენი წესების, რომ დარჩენილიყო ფიფლმეტრები იმავე ოჯახებში, სადაც იყო? ეს უბრალოდ ეთიკურ ნორმებს
წინააღმდეგება ამ კომპანიის მოგეხსენებათ ნილსენი ძალიან უფრთხილდება თავის რეპუტაციას და გამორიცხულია რომ მას დაეშვა რომ მსგავსი ფაქტი მომხდარიყო და ასე ვთქვათ დარჩენილიყო ფიბრომეტრები იმ ოჯახებში რომელიც სიაც ვიღაცისთვის არის ცნობილი და შესაძლებელია არის გათქმული. კარგი, ზურა, სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელი ხარ შენ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ტელერეიტინგები საერთოდ არ იარსებოდა? მოგესალმებით. ძალიან მძიმე შედეგების წინაშე დადგება სარეკლამო ბაზარი აუცილებლად იმ შემთხვევაში თუ არ იარსებებს რეიტინგი, იმიტომ რომ თუ არ არსებობს რეიტინგი, ანუ მომხმარებელმა არ იცის რაში იხდის ფულს. თუ ზუსტად არ ხდება ასე ვთქვათ რეიტინგის დადგენა რომელიმე ავტორიტეტული კომპანიის მიერ, როგორც არის მაგალითად იგივე AGB Nielsen, ამ შემთხვევაში დამკვეთები თავს არიდებენ იმას, რომ ფული დახარჯონ ტელევიზიებზე რაღაცა პერიოდით, ან შეიძლება საერთოდაც თავისი ასე ვთქვათ მარკეტინგული ბიუჯეტების ალოკაცია მოახდინონ სხვა ვთქვათ მედია საშუალებებზე, არის გადაიტანონ ინტერნეტზე, აუტდორში, რადიოში და ასე შემდეგ. ან შეიძლება მსხვილმა კომპანიებმა საერთოდ რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადაანაწილონ თავიანთი რეკლამები. ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის უცხოური ასე ვთქვათ ტრანსნაციონალური კომპანიების გადაწყვეტილებები, იგივე ვთქვათ Procter & Gamble, Schwarzkopf, Henkel და ასე შემდეგ Coca-Cola. ამ კომპანიების ბიუჯეტების განაწილება ხდება head office-ებში, მაგალითად ევროპის head office-ი განიხილავს 30-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით, ასე ვთქვათ, თავისი თანხებით რომელ ქვეყანაში, რომელ არხზე რა პროცენტით უნდა გადანაწილდეს. თუ მათ რამე დოზით მაინც ეჭვი შეეპარებათ იმაში, რომ შეიძლება რეიტინგი არ იყოს საკმარისად სანდო, ეს ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ აი ეს დიდი კომპანიები თავისი ბიუჯეტის ალოკაციას მოახდენენ ჩვენს მეზობელ რეგიონებში, მაგალითად გადაიტანენ სომხეთში ან აზერბაიჯანში იმ ფულს, რომელიც უნდა დახარჯულიყო საქართველოში და აი ეს ვთქვათ, მთლიანად რო შევხედოთ იმ თანხას, რასაც ვთქვათ, საერთაშორისო დამკვეთები ჩვენთან საქართველოს ხარჯავენ, ეს არის 20 მილიონი ლარი, რომელიც არის დაახლოებით მესამედი მთლიანი სატელევიზიო ბაზრის და ამ თანხების არ ქონის შემთხვევაში ფაქტურად კოლაფსთან გვექნება საქმე. ნათია, ეს იქნებოდა მხოლოდ ტელეკომპანიების და ამ შემთხვევაში რეიტინგებზე მომუშავე კომპანიის პრობლემა თუ ზოგადად საზოგადოების პრობლემაც. მე არ მინდა მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ჩვენი შიდა პრობლემაა, ასე ვთქვათ, ტელეკომპანიების და საზოგადოება ამას ვერ იგრძნობდა. საზოგადოება იგრძნობდა თუ ვთქვათ, რომელიმე ტელეკომპანიის ფუნქციონირებას შეექმნებოდა საფრთხე, ამას რა თქმა უნდა იგრძნობს. და ეს საფრთხე არსებობს. იცით რა შეა საქმე ხარ, რაც შეეხება ჩვენ ორგანიზაციას, ჩემი კომპანიებისთვის, ჩემი წევრებისთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა რეიტინგების სვლა, იმიტომ რომ ჩემი კომპანიებს საერთოდ არ ითვლის ის მაგრამ ეს არ ეხება იმ საქმეს, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ზოგადად ამ აჟიოტაჟმა მე მგონი საერთოდ დააზარალა პროცესი, იმიტომ რომ მე დღეს ვესაუბრე TVMRG-ს ხელმძღვანელს და მან მითხრა რომ არის გარკვეული ზარები თვითონ იმ ადამიანების მხრიდან, ფიზიკური პირების მხრიდან, რომლებთანაც დგას ფიფლმეტრები, რომ რაიმე ტიპის დანაშაულს ხوار ჩავდივართ, საერთოდ ფიფლმეტრები გვაქვს და ვაკეთებთ. ეს არის პრობლემის შექმნელი, იმიტომ რომ ერთის მხრივ არსებობს წესები, რომლითაც უნდა იმოქმედოს TVMRG-მ და ამ წესების გარეშე ვერ იმუშავებს უბრალოდ ის ამ ბაზარზე, ზოგადად ვერ იმუშავებს ვერცერთ ქვეყანაში. მეორე მხრივ არსებობს, როგორც აღმოჩნდა დღეს, გარკვეული წესები საგადასახადოს მხრიდან, რომელიც ითხოვს გარკვეული მოქმედებების შესრულებას, როცა ხდება კომპანიის ინვენტარიზაცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის კომპანიის, აი ამ შემთხვევაში ამ კერძო კომპანიის წესებთან. ეხლა ჩვენი ამოცანა პირადად ჩემი ამ პროცესში და მე მგონი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ პრობლემა დღეს უნდა მოგვარდეს ისე, რომ არ დაირღვეს, თქვათ, კერძო კომპანიის ინტერესები და არ უნდა მოხდეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, მაგრამ მეორე მხრივ პრობლემა არსებობს ზოგადად უფრო ღრმა არის, იმიტომ რომ კანონმდებლობა არის გარკვეულწილად შესაძლებელი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს მხრიდან ტელერეიტინგებში ჩარევას ტელეკომპანიებს და შესაბამისად საზოგადოებას. ნიკა, მე შენთან გადმოვალ შეკითხვით, რა ეფექტი შეიძლება იქონიოს რეიტინგებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა კონკრეტულად დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე? ვიდრე ამ საკითხს ვისაუბრებდე, მე მინდა თანადგომა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ და იმედი ვიქონია, რომ ძალიან მალე ისინი მოაგვარებენ თავის პრობლემებს და ჩვენი პრობლემების მოგვარების საწინდარი გახდება ეს ერთი და მეორე აუცილებლად მინდა თანადგომა და მხარდაჭერა გამოვთქვა ჩემი მეგობრის კახა ბენდუკიძის მიმართ, რომელიც სრულიად უაზრო ვითარებაში იმყოფება, აგერ უკვე 10 საათია, 10 საათზე უფრო მეტია ჩემის აზრით და იმედი გამოვთქვა, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში რამეს წყვეტენ და გადაწყვეტილებას იღებენ, ეყოფათ გონებაც და ნამუსიც, რომ შეეშვან იმ კაცს, რომელიც აკეთებს საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტს საქართველოში. ამას როგორც არა მხოლოდ მისი მეგობარი, არამედ ყოფილი განათლების მინისტრი. არსებობს იმის რისკი, რომ ის დააკავონ მახსოვს მსგავსი სიტუაცია იყო, შენც ასე დაგიბარეს და ამის რისკი არსებობს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ამ ოპტიმიზმის საფუძველს რა უნდა მაძლევდეს, მაინც და მაინც ვერ ხვდები მართალი გითხრათ, ამის რისკი ბუნებრივი არსებობს, მაგრამ იმედი ვიქონიათ, რომ ეს არ მოხდება.
რაც შეეხება საკითხს ტელევიზიებთან დაკავშირებულს. ძალიან მარტივად არის ჩემის აზრით საქმე და ყველაფერი ზედაპირზე აქ რაც აქამდე მოვისმინეთ ცოტა ნახევარ ზომებს და ნახევარ შეფასებებს გავს, თუმცა მესმის განწყობილებაც TVMR ჯორჯიას განწყობილებაც დიდი ხნის განმავლობაში იყო ასეთი და ჩვენც ამაში ავყევით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო რადიკალური დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხისადმი. შევეცადეთ რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ ჩუმად მოგვეგვარებია ეს სიტუაცია, უბრალოდ მათ მოეგვარებიათ და ჩვენ რაშიც შეგვეძლო დავხმარებოდით, რა ვიცი, აქ და ზედმეტი ხმაური არ ყოფილიყო, იმიტომ რომ როგორც აქ ახსენეს, უკვე ეს გავლენას ახდენს მაყურებელზე იმ ხალხზე, ვისაც ფიფულმეტრები აქვს და პოტენციურად შეიძლება მომავალში ფიფულმეტრები კონდეს, იმიტომ რომ ასეთი ხმაური ბუნებრივია აზარალებს საქმეს. ელემენტარულად ბევრი ოჯახი, რომელიც სამომავლოდ შეიძლება იყოს ამ პროექტში ჩართული, ან სრული გამოთქვას კომპანიამ რომ ამ პროექტში ჩართოს, უარს იტყვის. ან მიკერძოებული იქნება, ან ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება ამაზე მუშაობდეს. მიუხედავად ამისა, გუშინ პირდაპირ ასე ვთქვათ შეუვარდნენ ამ კომპანიას და პირდაპირ მოთხოვეს აბსოლუტურად უკანონოდ, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს უკანონო მოთხოვნა იყო, იმიტომ რომ საგადასახადო შემოწმება ჩაატარეს განვლილ პერიოდზე, რომელიც ერთხელ უკვე შემოწმებული იყო და ამისთვის საჭირო იყო სასამართლო სანქცია, ხელახლა შემოწმებისათვის და ეს სანქცია არ ქონია საგადასახადო ორგანოებს. შევიდნენ ჩაატარეს ეს შემოწმება 6 საათის თუ 7 საათის განმავლობაში და როცა დაასრულეს ეს შემოწმება, უთხრეს რომ აი ხა კი მივდივართ, მაგრამ მაინც უნდა წავიღოთ ის დოკუმენტები, რომელიც თქვენთან ინახება, რაც უთხრეს რომ ეს პოზიცია ჩვენ გამოხატული გვაქვს, ამ დოკუმენტებს თქვენ არ გაძლებთ, შესაბამისად ვერ წაიღებთ. უთხრეს რომ გვაჩვენეთ ყველა ოთახი, დღეს რომ გამოვიდა ხატია მოისწრაფიშვილი და თქვა სიცრუე, შეიძლება მანაც არ იცის რომ სიცრუეს აუცილებს რომ არ შეუშვეს სადღაც, იმიტომ რომ იქ ხალხი მუშაობდა და დოკუმენტების გადაკეთება დაიწყეს. ტყუილი ეს ოთახები იყო. ხო, საუბარი მან ეჭვი გამოთქვა რომ ჩაკეტეს კარებები და ეჭვი გაუჩნდა მას რომ შეიძლება დოკუმენტაციის განადგურება ხდებოდა, რომელსაც აუცილებს შემოსავლების სამინისტრო და ხატია მოისწრაფიშვილი პირადად სამწუხაროდ ალბათ ამის საქმის კურსში არ არის ასეთ ინფორმაციას აძლევენ სკოტ ის პირები, ვინც ამ შემოწმებას ახორციელებდა, იქ არავინ არ იმყოფებოდა, ეს ოთახი იყო ჩაკეტილი, როგორც TVMR ჯორჯია აცხადებს და კეთი დამემოწმება, უბრალოდ არ სამუშაო საათები იყო, შესაბამისად არ იყო ეს ოთახი ღია და ლამი შეანგრიეს ეს კარები და შევიდნენ. რომელი საათი იყო ეს რომ დავაკომპლექტოთ გვიან ღამით? ეს უკვე ხდება 10-11 საათზე, რაც არც ერთ კრიტერიუმით არ არის სამუშაო დრო. შევიდნენ იქ რომ ვერაფერი ვერ ნახეს, არ ვიცი რას ეძებდნენ, ალბათ ფურცლებზე დაწერილ ამ სახელებს და გვარებს ეძებდნენ თუ არ ვიცი რა ფორმით უნდა ენახათ ეს და სად უნდა ენახათ. უთხრეს რომ აი მიგვასწავლეთ ეს ადგილი, სადაც არის, თუ თქვენ არ გინდათ რომ მოგცეთ, მიგვასწავლეთ და ჩვენ თვითონ განვახორციელებთ ამოღებას და წავალთ და თქვენ არ დაგბრალდებათ. ეს ნუ ეხლა აბსურდი, ეს რა ტიპის თამაში მიმდინარეობს, საერთოდ გაუგებარია. როგორც კი ჩვენთან განხორციელდა ზარები, იმ წუთშივე წავიდნენ, თუმცა მალევე მობრუნდნენ და მე მთელი ღამის და დღის განმავლობაში დღესაკერ უკვე იქ იყვნენ. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი თავისთავად ცხადია არის ფიფულმეტრების ინფორმაციის მოპოვება, უბრალოდ რომ იცოდნენ ადამიანებმა რაზე ვლაპარაკობთ, მარტივად გასაგები რომ იყოს. ფიფულმეტრები არის სპეციალური მოწყობილობები, რომელიც ჩამონტაჟებულია ადამიანის თანხმობით, ოჯახის თანხმობით მათ ტელევიზორში. 350 ოჯახია საქართველოში, ეს ოჯახები შერჩეულია სპეციალური სოციოლოგიური კვლევით იმგვარად რომ სრული საქართველოს მოსახლეობის, ასე ვთქვათ, პრეფერენციებზე და სატელევიზიო არჩევანზე იძლეოდეს ეს სურათი წარმოდგენას და შესაბამისად სრული საქართველოს გაზომვა ხდება აი ამ პატარა 350-იანი სემპლით, რაც საკმარისია როგორც ყველა ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს რეპრეზენტატულობისთვის. როგორც კი 1, 2, 5, მით უმეტეს 10 და 15 ადამიანის ასე ვთქვათ, სატელევიზიო არჩევანი იქნება ხელოვნურად შეცვლილი, ანუ გადაართვევინებენ ამ ტელევიზორს, რაც განხორციელდა რამდენიმე ქვეყანაში, არც ერთი არ არის წარმატებული და წამყვანი ქვეყანა, მარტივია. მოგიტანენ ტელევიზორს, სადაც გეტყვიან რომ გადართე X ტელეკომპანიაზე, სულ იყოს იმ ტელეკომპანიაზე, რომელსაც ჩვენ გინდა რომ უყურო, მაგალითად რუსთავიორს უყურე ამ ტელევიზორში, მაგრამ ის ტელევიზორი ჩართული გქონდეს, სადაც ფიფულმეტრია დამონტაჟებული, ჩართული გქონდეს მუდმივად რაღაცა X, Y კომპანიაზე. ძალიან მარტივია, ეს კომპანია ზომავს მხოლოდ და მხოლოდ ამ ეს ფიფულმეტრი ზომავს მხოლოდ და მხოლოდ ამ კომპანიის სიგნალს. რეალურად ხელოვნურად იწევს კონკრეტული ტელეკომპანიის სიგნალი. მაშინ როდესაც რუსთავიორი ამ ტელევიზორში არასდროს არ გადაირთვება, იმიტომ რომ
ეს манипуляცია. რატომ ეს манипуляცია, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, თუმცა სავსებით შესაძლებელია, შეიძლება მოხდეს მოსყიდვის, დაშინების ან სხვადასხვა გზებით. და ამისთვის აუცილებელია მოდი იცოდეს სად არის რა თქმა უნდა, ამისთვის თავარია რომ იცოდე ეს სად არის. მიზანი თავისთავად ცხადია, რაში გჭირდება ახლა ეს რეიტინგები. ამ რეიტინგების მეშვეობით ჩვენ ვყიდით რეკლამას. ის რომ რუსთავი 2 არის ლიდერი, მაესტრო და იმედი ხან ერთია მეორე ადგილზე, ხან მეორე ადგილზე, ხან ერთია მეორეზე, ხან მეორე. ხო? მათი გაყიდვებიც არის დამოკიდებული მთლიანად ამაზე. ამ იმაში ლოგიკაში, მაგრამ ჩვენ ვიცით სამწუხაროდ დახვეწილი მეთოდები, როგორ უნდა გადანაწილდეს რეკლამა საქართველოში. ნაწილდებოდა ესე არიან კომპანიები, რომლებიც არაერთ ხსეს გამოთქვამდნენ პრეტენზიებს, თქვა რატო ნაწილდებოდა ისე რეკლამა, როგორც ნაწილდებოდა. ჩვენ გუშინ წინ გამოგვიქვეყნდა პარლამენტიდან დასკვნა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე მთელი, არ ვიცი, თეორიები, ამ მთელი მექანიზმები, თუნდაც უნდა სწავლა, როგორ აკონტროლოს საწავიდეს ფული მედიაში. ეს ხდებოდა იმედი მაქვს რომ მე უბრალოდ იმედი მაქვს რომ ეს ამ შემთხვევაში არ ხდება ეს არის ყველაზე სულელური მეთოდი სულელური მეთოდი რითაც შეიძლება აკონტროლოს არეკლამო ეს არის თავის მოტყუება ეხლა ასაც თქვენ ამბობთ და აბსოლუტურად არ არის სამკითხაო სიტუაცია არ მინდა ვარაუდები ბატონი გოჩა სკიტიშვილის განცხადება ეს ხო ციდან არ მოსულა ბატონმა გოჩამ რომელი სანამ განცხადებას დაუბრუნდებოდეთ არ გჭირდება ამ თემაზე მკითხაობა ძალიან მარტივია საგადასახადო უწყება ითხოვს ინფორმაციას რომელიც მას არ სჭირდება აბსოლუტურად არაფერი არ სჭირდება თუ უნდა ჩაატაროს ინვენტარიზაცია ამ ინვენტარიზაციისთვის მას უნდა დარწმუნდეს რომ ეს ხელსაწყოები არსებობს მოქმედია და არ გასხვისებულა ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია სავსებით ადგილზე გასვლის გარეშე იმიტომ რომ სპეციალური მოწყობილობა რომელიც დგას ცენტრალურ ოფისში იღებს სიგნალს თითოეული ამ people metrიდან ეს სიგნალი შემოდის მონიტორზე სხვა ასე ვთქვათ ხელსაწყო ამ სიგნალებს ვერ გამოსცემს people metri გამოსცემს და თავისთავად ეს ამ სიგნალის არსებობა მეტყოლებს იმაზე რომ არსებობს მეტრი ჩართულია ის რომ ვერ გაყიდდა უწყება ან ვერ გააქირავებდა ამ people metrებს გასაგები იმიტომ რომ მის გარდა ეს არავის საქართველოში არ ჭირდება საერთოდ ანუ სხვა მკვლევარი ორგანიზაცია აქ არ არის და სხვა დანიშნულება ამ ხელსაწყოებს არ აქვს შესთავაზე შემთხვევითი შერჩევის მეთოდი რომ კი ბატონო გადით 9%-ში ან 10%-ში ამ მოსახლეობის რატომ შესთავაზე 10% და არა 100 ესეც უნდა ვიცოდეთ იმიტომ რომ 100% შეცვლას იმიტომ როგორც კი ამისი გახსნა მოხდება ან კონკრეტულად ნიკა გვარამიას სახლში როგორც კი გაიგებს გიორგი გაბუნია ან თუნდაც სახელმწიფო ორგანო რომ დგას people metri ის იმ წამსვე უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ ეს დაუწერელი დაწერილი კარგი ნიკა მოდი მოვისმინოთ ამის შეცვლას ჭირდება თვეები ამიტომ ეს შეუძლებელია 9%-ის როტაციული შეცვლა კიდე შესაძლებელი იყო მაგრამ 100%-ის შეცვლა ნიშნავს რომ თვეების განმავლობაში რეიტინგი საერთოდ არ არის ჩამოიშლება რა მოხდება ეხლა ეს თუ ჩამოიშალა მაგალითად რუსთავი 2 დარჩება განახევრებული ბიუჯეტით კარგ შემთხვევაში. ნიკა, მოდი მაპატია, გავაგრძელოთ საუბარი ამის შემდეგ. მე მინდა მაესტროსაც გამოვათქმენო თავის აზრი, მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა, რომ ეს წუთია კახა ბენდუკიძემ უკვე დატოვა მთავარი პროკურატურა დაკითხვა დასრულებულია. მისი უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან ჩვენთან ერთად, როგორც გითხარით და კიდევ უფრო მეტიც კახა ბენდუკიძე მოდის უკვე რუსთავი 2-ში და ჩვენ გაერთების ბოლოს ჩვენ გვექნება მასთან ინტერვიუ, როგორც ეს დაგეგმილი იყო. მანამდე მოდით მოვისმინოთ, როგორც ვთქვით, გოჩა სკიტიშვილის კომენტარი, რომელიც მან გააკეთა იმ პროცესების შემდეგ, რაც გუშინ ღამით განვითარდა ამ კომპანიაში. მოვისმინოთ. სამი კვირის წინ პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთმა ტელევიზიამ. ცოტა ხანში ყველაფერს მოგიყვებით. პრივატულ საუბარში თხოვეს, რომ რაიმენაერად გადამეცა მათთვის სიები. მე აუხსენი, რომ ხელმისაწვდომი ეს სიები ჩემთვის არ იყო და არაფერში არ გამოადგებოდათ, იმიტომ რომ ოჯახებზე ზეწოლა საბოლოო ჯამში ძალიან მარე 3 დღის განმავლობაში არის შვეიცარიული კომპანიის მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობილი. მე ყველაფერს მოვყვები იმის და მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ბატონები, რომლებმაც აიძულეს 3 საათის განმავლობაში ზეწოლა ჰქონდათ კომპანიის დირექტორზე, ჩუმად მითხრა მე კომპანიის დირექტორმა და ხვალ პრეს-რელიზი ამასაც დააწეს. როგორ მოაწერინეს ხელი ოქმზე 4 ადამიანმა საგადასახადო სამსახურიდან და როგორ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ერთადერთი მიზეზი ამ აქტისა არის კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება.
და გოჩაც კიტიშვილმა დღესვე საკმაოდ ვრცელი წერილით მიმართა გიორგი მარგველაშვილს და დავით უსუფაშვილს და მე ორ ამონარიც წავიკითხავ, მაგრამ ამ წერილიდანაც ის ამბობს დღეს ჩემს პარტნიორ ორგანიზაციაში TVMR-ში უკვე ელოდებიან, რომ სის ხელში ჩაგდებას მონიტორინგის სამსახური ძალის გამოყენებით შეეცდება. ახლა გაფრთხილებთ, ამბობს გოჩაც კიტიშვილი, ან დამისაბუდეთ, რომ საგადასახადო სამსახურები თქვენი ინიციატივით არ მოსულან კერძო და კეთილსინდისიერ კომპანიაში, ან იცოდეთ, რომ მე პირადად დაგადაშაულებთ იმაში, თუ როგორ ებრძვით ინვესტორებს, ტელეაუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო პრაქტიკასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. გოჩაც კიტიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიაზე აქვს საუბარი, დღეს ნაციონალურ მოძრაობაში დააკონკრეტეს კიდევაც, ისინი ამბობენ, რომ ეს ტელეკომპანია არის GDS-ი, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს. მე ახლა მაესტროს წარმომადგენელს ილია კიკაბიძეს მინდა მივმართო. ილია, თქვენ როგორ ხედავთ, როგორ აისახება ეს პროცესები კონკრეტულად თუნდაც მაესტროს დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე და თუ ხედავთ ამის შესაძლებლობას, რომ შეიძლება ამის უკან ერთი კონკრეტული ტელეკომპანია იდგეს, როგორც ამაზე გოჩაც კიტიშვილი საუბრობს. შემოსავლების სამსახურის ნება არის გასაკვირველია, მოხდება თუ არა იმ სიების გასაჯეროება, რა ინფორმაციასაც ისინი მიიღებენ. ამ ეტაპზე აცხადებს შემოსავლების სამინისტრო, რომ მოქმედებს კანონების დაცვით, ყველა კანონის დაცვით. ეს ინფორმაცია, როდესაც გახდება მათთვის ცნობილი და ის манипуляცია თუ მოახერხეს, რაზეც ბატონი ნიკა საუბრობდა, ეს არის TVMR საქართველოს ოფისისთვის ძალიან ადვილი შესამჩნევი ინფორმაცია. და იგივე იმ people-მეტრს, რომელსაც ეტყვიან, რომ იყოს ამა თუ იმ არხზე, მოახდენენ როტაციას და შეცვლიან. რაც შეეხება ბატონი გოჩაც კიტიშვილის განცხადებას, ჩემის აზრით, მან უნდა პირდაპირ უნდა თქვას, ვისი მხრიდან იყო, ცოტა შანტაჟის ფორმას გავს, რომ როგორ განვითარდება მოვლენები იმის მიხედვით იტყვის ანა. რაც შეეხება იმას, რომ რეიტინგები არის კონტროლირებადი და იყოს კონტროლირებადი ქვეყანაში, ზოგადად ეს ძალიან ცუდია სატელევიზიო ბაზრისთვის და რეკლამის ბაზრისთვის, რაც ბატონმა ზურამ განაცხადა. მადლობა. კახა, შემოსავლების სამსახური, როდესაც საუბრობს იმ პროცესებზე, რომელიც განვითარდა ბოლო დღეებში, ამბობს, რომ ის ვალდებულია ინვენტარიზაციის დროს ეს ხელსაწყოების შეამოწმოს ადგილზე და მას გამოსავალი არ აქვს. მართლაც ასია, ეს არ უნდა არსებობდეს რაღაც გამოსავალი იმ შემთხვევაში, რომ არ დაზარალდეს კომპანია და შემდეგ არ დაზარალდეს ის უამრავი ტელეკომპანია, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია რეიტინგების ხარისხზე და ობიექტურობაზე. მოგესალმებით. სანამ მაკითხვაზე გავცემთ პასუხს, მანამდე უნდა განსაზღვროთ, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ინტერესი. საგადასახადო ორგანოს ინტერესი ცხადია ვერ იქნება ის განსაზღვროს ეს კომპანია რამდენად სწორად აწარმოებდა რეიტინგების შეფასებას. ხო, ეს ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა ესეც თქვა, რომ რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ კომპანიის წარმოება და რაღაც. თუმცა მე რამდენადაც ვიცი, კეთი ეს ამის შესახებ არ უსაუბრია. შემოსავლების სამსახური, რა თქმა უნდა, ამაზე არ აპელირებს და ვერ იაპელირებს, ვერ მოახდენს მაგაზე აქცენტის დასმას, მაგრამ უბრალოდ ახლა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის აყურადღებოდ ხორსაუბრობთ, გვიყურებს ტელემაყურებელი და რო განმარტოთ, რომ საგადასახადო ორგანოს შეიძლება აინტერესებდეს მხოლოდ ის საკითხი, რამდენად სწორად იხდის გადასახადის გადამხდელი. ხო ასეა. ამიტომ ჩვენ კანონი რაღაც მექანიკურად არ უნდა განმარტოთ სიტყვით ისე როგორც წერია, კანონზეც არ არის საუბარია მინისტრის ბრძანებაზე და აქ მთავარი კითხვა რაც ისმის არის შემდეგი. რა მიზნით უნდა მივიდეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი ადგილზე, ან რისი გარკვევა უნდა, ხო? თუ უნდა გაარკვიოს ის, რომ კონკრეტულ ოჯახში ნამდვილად არის თუ არა ეს მოწყობილობა დამონტაჟებული, როგორც ამ საკითხის სპეციალისტები ამბობენ, ამის გარკვევა სხვა ტექნიკური საშუალებითაც არის შესაძლებელი. და მე დღეს უსმენდი რადიო სიუჟეტს, სადაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ამბობდა იმას, რომ შესაძლებელია ესეთი საშუალებები არსებობდეს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ მინისტრის ბრძანებით ეს განსაზღვრულია, რომ მაინდა-მაინც ადგილზე უნდა გავიდეთ. და უნდა ფიზიკურად ნახო ის. და ფიზიკურად უნდა ვნახოთ. ეს ცოტა მიუღებელი პოზიცია. პირველი იმიტომ, რომ თუ მაინდა-მაინც მინისტრის ბრძანებაზეა საუბარი, ხა მინისტრის ბრძანების შეცვლას ძალიან თუ შემოსავლების სამსახური მივა იმ დასკვნამდე რომ არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ ინვენტარიზაცია შეფერხებას არ უნდა იწოდოს საწარმოში და ეს შეფერხებას არა, საერთოდ მუშაობას ვეღარ შეძლებს. უფრო ზემოთ მდგომი ნორმატიული აქტები სხვა ინტერესებზე აპელირებენ, ხო? და თუ მაინდა-მაინც ახლა ამ მინისტრის ბრძანების მიხედვით
მოქმედება სავალდებულოა თუ ამ ლოგიკით მივდივართ, ხო და ამავე დროს ხვდებით იმას, რომ ეს ვალდებულება დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს, რა პრობლემაა, რომ შეიცვალოს მინისტრის ბრძანება ბოლოს და ბოლოს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელია არ შეცვლის პირობებშიც აუცილებელი არ გახდეს ადგილზე მისვლა. არის გამოსავალი ის, რაც კომპანიამ შესთავაზა, რომ მოეტანათ ეს ხელსაწყოები ოფისში მომხდარიყო ამის შემოწმება და შემდეგ ისევ გადაადგილდებოდა ეს ხელსაწყოები ოჯახებში. შემოსავლების სამსახურისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი სხვა მეთოდით, მისთვის უფრო მარტივი მეთოდით იქნება მიღწეული. მართლა ვერ ხვდები რა აუცილებელია მაინდა-მაინც ადგილზე გასვლა. მით უმეტეს რომ ადგილზე გასვლას როგორც თავად ამბობენ და იქ კონკრეტულ ოჯახში შესვლას სჭირდება სასამართლოს შესაბამისი აქტი და როგორც წარმოგიდგენიათ რომ 350 შემთხვევაში მიიღო შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს შემოსავლების აქტი თან ისე რომ მე აი ამ პროცესმა ამდენჯერ სასამართლოსთვის მიმართვამ არ შეაფერხოს ეს პროცესი მომავალში ხო ის კონკრეტული მოქალაქეები ხო დაფრთხებიან მომავალში რომ ხა თუ საუბარია საგადასახადო შემოსვლაზე სასამართლოზე და მთელ რიგ პროცედურებზე ხო ვის აინტერესებს და მომავალში აღარავინ აღარ დათანხმდება საბოლოოდ კრიტიკის დატანებას ოჯახში და რეიტინგების წარმოება საერთოდ შეუძლებელი გახდება ქვეყანაში. რა თქმა უნდა და თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ ვინ კონკრეტული ადამიანები ვინ იქნებიან ანუ ვისი სად მონტაჟდება ეს მოწყობილობა, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ ამ კომპანიამ ობიექტურად ასახოს რეიტინგები, ამიტომ ამ პროცესის რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეიძლება მოქმედებდეს და ალბათ იმოქმედებს ტელეკომპანიების რეიტინგი. კარგი, მოდით ახლა მინდა ვისაუბროთ იმაზე და ძირითადად ყველა სტუმრის აზრი მაინტერესებს, მაშინ რატომ ხდება ეს ყველაფერი, რაში სჭირდება? ნიკამ თქვა ერთ-ერთი ვერსია უკვე რომ სწორედ მიზანი მთავარი ეს არის რომ რეიტინგები საერთოდ თუ არსებობს მაშინ ვინმე უნდა გაგვიმარტოს ობიექტური რეიტინგები საერთოდ აღარ არსებობს. შემოწმება მეორე დაწესებულება სასამართლოს სამსახურის აი ეს ვინმე გაგვიმარტოს მაშინ ვილაპარაკოთ სხვა ვერსიას. ერთიანობას დავამატებ. დამატეთ და ქეთისგან გადავალთ. შემოსავლების სამსახური საგადასახადო ორგანო ამ შემთხვევაში არის ადმინისტრაციული ორგანო, ხო? როდესაც ადმინისტრაციული ორგანო რაიმე კონკრეტულ მოქმედებას ახორციელებს, ის ყოველთვის უნდა აბალანსებდეს ინტერესებს. ამ შემთხვევაში ერთი ინტერესი არის ის, რომ საგადასახადო ორგანომ მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი და მეორე ინტერესი არის ის, რომ ამ პასუხის მიღება მოხდეს ისე, რომ ტელეკომპანიების ინტერესი არ იქნეს შელახული. ტელეკომპანიების ინტერესი არის მთლიანი საზოგადოების ინტერესი, ხო? დამოუკიდებელი ტელევიზიების არსებობას რა მნიშვნელობა აქვს და ფინანსურად ძლიერი ტელევიზიების ამას მე მგონი დამატებით მტკიცება არ ჭირდება. ამიტომ ამ ორი ინტერესის დაბალანსებით თუ არის მიღწევადი ის ინტერესი, რაც საგადასახადო ორგანოს აქვს და როგორც საუბრობენ, ესეთი საშუალება არსებობს, მართლა ვერ ხვდები, რატო არ შეიძლება ამის გაკეთება. ქეთი, როგორ ფიქრობთ, რა რეალურ მიზნებს ემსახურება შემოსავლების სამსახურის ქმედებები? ძალიან რთულია ამ რეალური მიზნების გათვლა, ნამდვილად რთულია, შეიძლება მხოლოდ იმის გათვლა, თუ რა შეიძლება მოყვეს, ანუ შედეგების ობიექტურად გამოთვლა, ხო? და შეიძლება ეს შედეგები იყოს შესაბამისად შედეგები მოყვეს. ახლა აქ მე არ შემიძლია უპასუხოდავტო ის მომენტი, რომ კანონი შეიძლება იყოს შესაძლებელი. კანონი არ არის შესაძლებელი, მეგობრებო. აქ საგადასახადო კოდექსში არსებობს 255 მუხლი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურა, რომელშიც მათ შორის შედის გასვლითი საგადასახადო შემოწმებაც შედის ასევე ინვენტარიზაციაც. უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეფერხდეს კომპანიის საქმიანობა გონივრულობის ფარგლებში. არ შეფერხდეს, არათუ საერთოდ შეწყდეს ფაქტი. და ამ შემთხვევაში ჩვენ საგადასახადოს ვუმატავთ, რომ არათუ შეფერხდა, რამდენიმე თვის მანძილზე წყდება საქმიანობა. არანაირი ბრძანება, არანაირი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება შემოწმებაზე ან მასე რა ქვია შემოწმებაზე ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება იდგეს კანონზე მაღლა. ხო, უნდა შეესაბამებოდეს კანონის ცხადია. არავინ არ დავთვალა. პრობლემა არსებობს და ამ ნაწილში კანონის მე მივყევი ლოგიკას. თუ მაინდა-მაინც ბრძანების ლოგიკას მივყევით, მაშინ ბრძანება შეიცვალოს, ხო? მაგრამ მე გეთანხმებით აბსოლუტურად ბრძანების შეცვლის შეუცვლელად შეიძლება მაგალითად ახლა არ მინდა რომ მაყურებელი გადავღალოთ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მაგალითად ჩვენი კოალიცია მედის ადვოკატების იმაზე ვსაუბრობთ, თქვენ მაგალითად ყოველთვის ბოლოს გთხოვენ რეალურად ამ სიას. საგადასახადო კოდექსი გთხოვთ ამ სიას. ასეთი არის ეს საგადასახადო კოდექსი, რას იზამთ? თქვენივე მოდულიდან გამომდინარე უკაცრავად. თქვენივე მოდულიდან გამომდინარე უნდა დაბეგროთ ადამიანი, ვისაც გადასცემთ საჩუქრად. საშემოსავლო ამაზე უნდა გადაიხადოთ. მისი მონაცემი არის საგადასახადოში წარსადგენი. ეს არის კანონის მიერ მოწყობილი
არა, მე ვლაპარაკობ, რომ რეალურად პრობლემა უფრო ღრმა არის. მექანიზმი რჩება კომპანიის ტოპოლოგიაში. მე ფიფმეტრებზე ავლაპარაკობ, ბატონო ნიკა, მე ვსაუბრობ კონკრეტულ საჩუქრებზე, რომელიც ამ მეთოდოლოგიით გადაეცემა კონკრეტულ ოჯახებს. ეხლა ჩვენი მაყურებლისთვის რომ იყოს ცხადი, ეს ითვალისწინებს. გასაჩუქრებზე საუბარი ხალხო. საჩუქრები ხო გადაეცემა ოჯახებს, ყველა ხომ არ აყენია მათ ოჯახებში. ასევე იგივე თქვათ, როცა გადაადგილდება ამა თუ იმ კომპანიის ესა თუ ის მოწყობილობა, სატრანსპორტო ზედნადების კეთება ხოლმე ჩემ ორგანიზაციაში ეგრეა. სადაც მიუთითებ ამ ადგილიდან ამ ადგილზე გადავაადგილეთ. თქვენ ამ მონაცემს არ წარადგენთ, სწორია, იმიტომ რომ თქვენი წესების საწინააღმდეგო იყო ეს. შესაბამისად, არა, იყო წესების საწინააღმდეგო. შესაბამისად, ზოგადად მე ვლაპარაკობ, რომ მე მგონია, რომ ეს დადგენილებაც პრობლემაა და საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემაა თქვენთან მიმართებაში. მაგალითად, სილქნეთი დეკოდერს ვაპარაკობდი ამაზე, ფინანსთა სამინისტრო უნდა საუბრობდეს და არ არის აქ სამწუხაროდ, არ არის ჩემს. უბრალოდ ჩვენ ვიყავით ფინანსთა სამინისტროში, ჩვენ ვართ ორიენტირებული პრობლემის მოგვარებაზე. არანაირად არ მინდა რომ ის რაზე ჩვენ ვსაუბრობთ. იმიტომ რომ ეს რომ მოხდა სამიწლის წინ ზუსტად ვიცი აქ რა სპეკულაციები იქნებოდა, მათ შორის შენგან დათია. ძალიან მარტივი დაახლოებით ხდები რა დროში ვიქნებოდით. ძალიან მარტივი კითხვა მინდა დაგისვა. ძალიან მარტივი. რატომ არ გებადებათ კითხვა პირველი გოჩაცკიტიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით? მეორე, რატომ ტარდება საგადასახადო შემოწმება განვლილ პერიოდზე, რომელიც ერთხელ უკვე შემოწმდა, დაიხურა ეს პერიოდი და მისი ხელახლა რევიზიისთვის საჭიროა ხელახალი თანხმობა ამ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან და რაიმე განსაკუთრებული мотиваცია. რა мотиваციაა ეს შეიძლება კითხვა დასვათ და საგადასახადო ეს პასუხი გაგვცეს. საგადასახადოში ბატონო ნიკა ჩვენ ვიყავით საგადასახადო. ეს კითხვებიც გვიჩნდება, ბატონ გოჩაცკიტიშვილთანაც გვიჩნდება კითხვები და გვინდა რომ გავიგოთ რეალურად რა მოხდა. პრობლემა ადამიანო დღეს არ საუბრობს რომ ერთი კომპანია ინტერესდებოდა რაღაც. ერთ-ერთი ტელეკომპანია ინტერესდებოდა რაღაც. მან ასეთი რამაც თქვა, ეს არის ტელეკომპანია, რომელიც ამ პროცესში არსებობს. ზოგადად რომ ამ პროცესში არსებობს პოლიტიკური მდგენელი ცხადია, იმიტომ რომ დღეს აქვს ხედავთ და ამაზე ვსაუბრობთ. პოლიტიკური მდგენელი რო არ იყოს, აქაც არ ვისხდებოდით და არ თქვენ როგორ ფიქრობთ რა არის мотиваცია? იცით რა არის? უბრალოდ მხოლოდ ინვენტარიზაცია მეტი არაფერი. მათ ჩვენ ეს კითხვა დავუსვით, რა კონკრეტული მიზანი გამოძრავებდა და რატომ მოხდა ეს სწრაფად განმეორებითი შემოწმება, თქვენს რომ ეს არის არაერთი მაგალითი მოგვიყვანეს, არ ვიცი, უბრალოდ გადასამოწმებელია ეს მაგალითებიც, როცა მოუგდოთ რაღაცა მონაცემები და შევიდნენ ხელახლა. თავარი არის რომ პრობლემა არსებობს და ამ პრობლემას ჭირდება მოგვარება და ჩვენ ვკითხეთ რომ თუ არიან მზად ალტერნატიულ გზებზე, თქვათ იგივე რაზეც კომპანია საუბრობს და მათ თქვეს რომ არიან მზად, ოღონდ კანონი იყოს დაცული, სხვას არაფერს არ ვითხოვთ. ამიტომ იქნებ ვიფიქროთ მეტ კომუნიკაციაზე, მედიაციაზე ამ მიმართულებით. პირადად ჩვენი ინტერესი მოწმებაზე მათ უარი განაცხადეს. მოწმების განცხადებაც მათი მთავარი ორიენტირი ამ შემთხვევაში არსებობს პრობლემა მოგვარდეს ისე, რომ არ დადგეს პანელი საფრთხის ქვეშ. რა გვინდა ჩვენ ახლა? აჟიოტაჟი უფრო გვინდა თუ საქმის მოგვარება უფრო გვინდა? მე პირადად საქმის მოგვარება ეს ბოლო ერთი თვეანათი ახდება და იქნებოდა ერთთვიანი აჟიოტაჟი. ამას მაქსიმალურად აჩვენებს ყველა, ვიდრე თვითონ არ შევიდნენ ნაჯახებით უკაცრავად რა პირდაპირ ამ სექტორის ლამიშნულობით. სიამათთან იქნებოდა ბატონო. არა, ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ვერ იპოვეს, იმიტომ რომ ეძებდნენ hard copy-ებს და რეალურად ელექტრონული data-ა. ძალიან მარტივია. კანონის დაცვა კი არა, საერთოდ რაზე ლაპარაკობთ. ესე იგი ჩვენ ლაპარაკობთ ქვეყანაზე გუშინ წინ მეცნობა ჩართული კამპანიაში ეს შეგეხება ისე გვისმენენში. ჩვენ საუბრობთ ქვეყანაზე, რომელზეც არის საუბარი, ყველგან უსმენენ და არის სადღაც პორტალი, რომელსაც მიერთებულია კომპანიები და ვერ ხვდებიან რაიმე სის გაგება თუ რა. რაზეა მიერთებული და ჩამოვყალიბდეთ მაშინ რა ტიპის ქვეყანაში თქვენ არ იცით როგორ არის ეს დაცული, ხო? იქნებ საერთოდ არ არის ცდომა ინტერნეტის ამ ბაზისადმი. მაინტერესებდეს თავარია რომ პანელს საფრთხე არ შეექმნეს, თავარია რომ რეიტინგები იყოს დაცული. ყოველგვარი манипуლირებისგან ეს არის ჩვენ სხვა ტიპის მიზანი გაგაჩნიათ. ნიკა, მოდი შენ თქვითხარი რას ფიქრობ, რა არის რეალური мотиваცია? რეალური мотиваცია არის რეიტინგებით манипуляცია, ხა რა თუნ ამ თავის მოტყუება უბრალოდ ამაზე არის ფიქრო და მხოლოდ 9 წლის განმავლობაში ხდებოდა ეს და მედიაში ჩარევა და დღეს აი შემთხვევით მოხდა ისე რომ ინვენტარიზაციას ატარებენ და უი კანონი ვერ გაიგეს სწორად. აბსურდია ეს თავის მოტყუება უკეთეს შემთხვევაში ან გაправება ბოდიშვიხტი იმ პოზიციის რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს. პრობლემა არის ეს, პრობლემა არა, უკაცრავად შეიძლება ეს გვარდეს, მაგრამ პრობლემა უკვე შედგა. შედგა ის, რომ სახელმწიფომ გამოხატა ნება, პრობლემა შედგა. სახელმწიფომ გამოხატა ნება, უხეშად ჩაერიოს, მოიპოვოსარეიტინგო ბაზები და მოახდინოს ამითი манипуляცია. ეს როგორც პრობლემა შედგა. გამოუვა თუ არა ეს სახელმწიფოს, ეს მეორე საკითხია და გეთანხმებით იმაში, რომ ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ არ გამოუვიდეს. აი ეს ორი საკითხი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. დღეს ცხადია სახელმწიფოს ნება, რომ მათ სურთ ამ ბაზის მოპოვება манипуляციისთვის. ეს ბაზა მეტი არაფრისთვის არ ვარგა,
არაფერში გამოყენებადი არ არის, მათ შორის ინვენტარიზაციისთვისაც კი გამოყენებადი არ არის. ბევრად უფრო ეფექტურია ის მეთოდები, რაც კომპანიამ შესთავაზა სახელმწიფოს, ვიდრე 350 ოჯახში შესვლა და ნახვა. ანუ ინვენტარიზაციისთვისაც კი ეს ბაზა არ ვარგა. ერთადერთი რამ, რაშიც ამის გამოყენება შეიძლება არის манипуляция. ვის წინააღმდეგ ჭირდებათ манипуляция? იმ ორგანიზაციების, ვინც საკუთარი შემოსავლებით ცხოვრობს. ჩვენ ვართ ლიდერები ბაზარზე, ცხადია. როგორც არის რუსთავიორი, როგორც არის მაესტრო. თავარი ტელევიზია დღეს საქართველოში და ხელისუფლება განგვიხილავს ოპოზიციურ ტელევიზიად, შეფასებები გახსოვთ ამ სტუდიაშიც მათ შორის, ვის გვისაუბრია ამაზე, ბუნებრივია რომ ჩვენ ამას ვიღებთ საკუთარ თავის წინააღმდეგ მიმართულ უპირველეს ყოვლისა მიმართულ კამპანიად, ბუნებრივია რომ მაესტროს წინააღმდეგაც იქნება ეს გამოყენებული, ცხადია, იმიტომ რომ აბსოლუტურად უპრეცედენტო მატება ჰქონდათ მათ ბოლო წლის განმავლობაში ნამდვილად, ეხლა ეს შემიძლია თქვა და მათი შემოსავლების პროპორციულად ეს სწორედ ამ რეიტინგებიდან ჩანს. ეხლა ხო ვიცით ეხლა რომ ამაზე არის. ხაზი გავუსვათ რომ ეს სწორედ ამ რეიტინგებიდან, ამ კომპანიის მიერ შექმნილი რეიტინგებიდან ჩანს. არსებობს რელევანტური ამის გარშემო მიაღწია რუსთავიორმა მაესტროსაც ძალიან გაგვიჭირდება იმის დადასტურება ვინმესთვის, რომ ჩვენ გვაქვს ამდენი რეიტინგი და ამდენი ღირს ჩვენი პროდუქცია, ანუ სარეკლამო დრო ჩვენ მეტი პროდუქცია არ გვაქვს. ეს შეუძლებელი გახდება. წაუგებელი თამაშია სახელმწიფოსთვის, ან ჩუმად წაიღებს ამას და манипуляციას მოახდენს და გვექნება რომელიღაცა არქი, რომელიც დღეს 2%-იანია და ხვალ იქნება 15%-იანი, შესაბამისად ჩვენი მაესტროს რეიტინგები იგივე პროპორციით შემცირდება, ან ღიად წაიღებენ ამ ბაზას, შესაბამისად კრედიბილურობას ეს ორგანიზაცია დაკარგავს, მათ წარმოებულ რეიტინგებს არავითარი ფასი აღარ ექნება, ჩვენ აღარ გვექნება რეიტინგული კვლევები საერთოდ, შესაბამისად საერთაშორისო აქტორები გავლენ და დანარჩენები შეიძლება გაჩნდეს რომელიღაც ახალი კომპანია, რომელიც არავის არ ეცოდება. ეს ხო ვარაუდია და სპეკულაცია, არ ვიცით, ამას დაჭერდება წლები ალბათ. რომელიც დაიწყებს ახალ რეიტინგებს. გავლენ და ბიუჯეტი ლამის განახევრდება, შესაბამისად ჩვენიც მოიკლებს პროპორციულად ბიუჯეტი და შესაბამისად დანარჩენები უკვე ვინც აქ დარჩება, აი იმაზე უნდა ვინადიროთ, ვინ უფრო შორს არის გადააფურთხებს თუ გადახტება თუ ვინ დაარტყავს აი ამით როგორ უნდა ვინადიროთ რეალურად რომ ვისაუბროთ მართლაც რომ მოხდეს ეს იმიტომ რომ აი თუნდაც იგივე არ ვიცი ქეთი რამდენად ეთანხმებით თქვენ ამას რომ არსებობს იმის საფრთხე რომ შეიძლება ძალის გამოყენებით იძულებით მოხდეს ამ სიების ამოღება თუ შემოვა ფინანსური პოლიცია და არა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ამისი უფლება მათ გააჩნიათ რომ ძალით ამოიღონ ნებისმიერი ინფორმაცია სურათ თუ ეს მოხდა რეალურად როგორ იმუშავებს მაშინ ბაზარი და ადამიანი თუნდაც მსხვილი კომპანიების წარმომადგენელი რომელსაც უნდა განათავსოს რეკლამა ტელევიზიებში რას იზამს არ მგონია რომ მათ ასე ხელაღებით უარი თქვან საერთოდ რეკლამაზე რას იზამეს შეიძლება რაღაცნაირად ასე ბრმად ინტუიციით მუშაობა თუ როგორ უნდა მოხდეს მაშინ იმიტომ რომ ეს შეიძლება დღე-დღეზე მართლაც მოხდეს ჩვენ ვიღებთ ესეც სურათს ანუ იქნებიან კომპანიები რომლებიც მთლიანად მოხსნიან ბიუჯეტს ანუ კომპანიები რომელსაც ბევრი არჩევანი აქვს ასე ანუ კომპანიები რომელსაც დიდი არჩევანი აქვს თქვა იგივე თანხა დახარჯონ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში ან რომელიმე სხვა ჩვენი რეგიონის ქვეყანაში, ანუ თავი ეს ბიუჯეტი რომელიც საქართველოში უნდა დახარჯულიყო დახარჯონ სხვა ქვეყანაში, სადაც ისინი გაზომავენ რეიტინგს და სადაც ეცოდინებათ თუ რაში იხდიან ფულს. ეს არა მარტო ტელეკომპანიების პრობლემას, არამედ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნას განაპირობებს კარგად. რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკა კარგავს ამ ფულს, ტელევიზიები კარგავენ ამ ფულს, მაყურებელი კარგავს სატელევიზიო კონტენტს, რომელიც უბრალოდ ვერ შეიქმნება, თუ ფული არ იქნება ბაზარზე და ასე შემდეგ. ეს რაც შეხება თქვა საერთაშორისო დამკვეთებს რაც შეხება ქართულ კომპანიებს ისინი დადგებიან უბრალოდ სიტუაციაში როდესაც რაღაც ბნელ ოთახში მათ უნდა დაიჭირონ კატა იმიტომ რომ მათ არ იცოდინებათ რომელ გადაცემას რეალურად რა რეიტინგი ექნება თუმცა მათ სხვა გამოსავალიც არ დარჩებათ რომ რაღაცა გარკვეული თანხები მათ მაინც უნდა დახარჯონ რეკლამაზე იმიტომ რომ ამის გარეშე ისინი უბრალოდ ვერ დარჩებიან უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეს გამოიწვევს ავტომატურად ასევე ქართული კომპანიების მხრიდან სარეკლამო ხარჯების შემცირებას და გადატანას ისეთ მედია საშუალებებში სადაც რეიტინგის გაზომა ხდება იქნება ეს ინტერნეტი აუდიტორი რადიო თუ სხვა რომელიმე მედია საშუალება ბაჩო მაყურებელს რომ კიდევ უფრო ზუსტი წარმოდგენა შეექმნას აი რა დაემართება მაგალითად კონკრეტულად ტელეკომპანია მაესტროს იმ შემთხვევაში რომ ხვალ ზეგ უცებ რეიტინგების საერთოდ აღარ არსებობდეს თქვენთვის რამდენად ხართ თქვენ დამოკიდებული ამ რეიტინგებზე манипуლირების საფრთხე რასაც ბატონიკა საუბრობს შესაძლებელია თუმცა TVMR-ს გააჩნია ამის დაცვის მექანიზმები იმიტომ თუ მოხდება ამა თუ იგივე X კომპანიის არაბუნებრივი ზრდა რეიტინგის კიდევ ერთხელ ვამბობ ეს უკვე ნიშანი იქნება იმისი რომ манипуლირება ხდება და TVMR-ი მართალია ამას სახსრები ჭირდება
მაგრამ მოახდენს როტაციას იმ ოჯახების, სადაც აყენია ფიფალმეტრები და შეიცვლება ეს ოჯახები. თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ამას ჭირდება დრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეხლა არის სატელევიზიო წრის დასაწყისი. ერთი კონკრეტული კომპანიის და სხვებზე გადანაწილდება ცოტ-ცოტა, მაშინ რასაკვირველია ეს ყველაფერი შემჩნევადი იქნება სატელევიზიო. იქნება ამის მე ვფიქრობ, ანალიზი ადვილი გასაკეთებელი იქნება. ძალიან რთული იქნება ამის დამოკიდებით. არა, უკაცრავად რუსთავი 2-ის ჩაძირვა რომ უნდათ ჩამოიღებდნენ საქმეს თაროდან, რომელიც მე პატრონებთან დაკავშირებით აქვს. 1000 მექანიზმი არსებობს, ხალხო, რაზე ვლაპარაკობთ? ეხლა ძალიან უგუნური უნდა გყავდეს თავრობა, რომელიც ასე ჩეხავს რაღაცა სულელურს. ხვალ რომ სხვაგვარი მდგომარეობა დადგეს, მოგვარდნენ ესენი სია არ გაიცეს. ძალიან ცუდია ეხლა. რატო არ შეიძლება ესეთი რამე რო იყოს? ცუდია, იმიტომ რომ ცუდია, ნამდვილად არის ცუდი, რომ ესეთი მაგალითები ქონდა ქვეყანაში. არ არსებობს. არავითარ სამართლებრივ ძალიან კარგია თუ არ არსებობს, მაგრამ მე მსმენია ამ საქმის შესახებ ბატონო ნიკა. მსმენიათ, იმიტომ რომ ამ საქმეში დაინტერესებული პირები აღწევენ ამ. რა თქმა უნდა, მსმენიათ. ჩვენი პრემიერი ყველგან ამაზე ლაპარაკობს. ყოფილი პრემიერი თუ ამჟამად უკვე ვერ გაიგო. 1000 მექანიზმია, როგორ უნდა აკონტროლო მედია, მაგრამ ამ მექანიზმების გამოყენება ხდება თუ არა? ვაიმე, წაიკითხეთ დასკვნა, რომელიც პარლამენტმა გამოაქვეყნა. ეხლა საერთოდ არ მაღელვებს ამ წუთში ეს დასკვნა. რატომ? არაერთი ფაქტი რომ წერია შევიდით იმიტომ. მე უბრალოდ საუბრობ იმაზე, რომ აჟიოტაჟი ჩემი იმედი მაქვს, რომ არის ატეხილი. უბრალოდ ხელოვნურად, სწორედ იმიტომ რომ პოლიტიკური განცხადებები აქვს. იმიტომ რომ აცხადებს ჩვენ ავტეხეთ ხელოვნურად აჟიოტაჟი. არა, არ ვიცი ვინ ატეხა. თქვენ ახლა ერთადერთი ვინც აკეთებს ამ დროს პოლიტიკურ განცხადებას, თქვენ ხართ ბატონიკა ამ სტუდიაში. პოლიტიკური განცხადება რომელია? ის რომ ძალიან შაუბნელი მომავალი გაქვს პოლიტიკურ აკეთებდით 9 წლის განმავლობაში, რომ არ მოგწონდათ მედიასთან დამოკიდებულება თუ მედიაზე წუხდით. არა, აბსოლუტურად დღესაც მედიაზე წუხარ. ბატონიკა დღესაც მედიაზე რომ წუხარ, იმიტომ არ მინდა რომ თქვენ დღეს ამბობთ სხვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არსებობს გარდა იმისა რომ ანხელოვნურად და აღიათ იქნება სიების აღებული. მე კიდევ ამბობ ეს პოლიტიკური განცხადება იყო თუ მედიაზე წუხდი. ყველა ამგვარი განცხადება რა თქმა უნდა არის პოლიტიკური, იმიტომ რომ პოლიტიკაზე ახდენს გავლენას. მაგრამ მედიაზე წუხილის გაპირობებული. ფილოსოფიურ მსჯელობებში წავთ ბატონიკა. უბრალოდ მაშინაც და დღესაც მაშინაც და დღესაც ჩემი პოზიცია არის რომ მედიას ეშველოს და თქვენი პოზიცია ის არის რომ ეხლა წეგან საუბრობთ რომ 2-2 გამოსავალია რომ ან ჩუმად წაიღებენ ამ სიას და ან ღიად წაიღებენ. თუ არის სხვა გამოსავალი? არა, უკაცრავ წაუგებელი თამაშია სიების წაღების შემთხვევაში. თუ სიების წაღებამდე არ მივიდა და შენარჩუნდა სტატუს კო ისე როგორც არის. შენარჩუნდა ეს სტატუს კო ერთად ვიზრუნოთ ამაზე. ჩვენ ალბათ თქვენ რა გონიათ? სამი კვირის განმავლობაში გავატონათია თქვენ საერთოდ არ იცოდით ამ ფაქტების შესახებ. აბსოლუტურად. სამი კვირის განმავლობაში ქეთი დამემოწოვა ჩვენ ვართ ჩუმად. იმიტომ რომ TVM-არ ჯორჯიამ გთხოვა რომ ჩვენ ვაწესრიგებთ ამ მდგომარეობას, ყველა გზა გამოვიყენოთ. კი ბატონო, გამოვიყენოთ. სამი თვის წინ როცა TVM-ში უწევდა ხელს აგვაფარა ხელოვნებას. სამი კვირის თავზე რა მოხდა? ბატონონათია. სამი კვირის თავზე ეს მოლაპარაკებები ამოიწურა, არაფერზე ფინანსის სამინისტრო არ წამოვიდა, შევიდა ჩვეულებრივად კარები შეტაკეს. არა, მე გეტყვით იგივე დღეს როცა თქვენ იგივე კითხვები, რასაც დღეს თქვენ აქსვამთ უბრალოდ სხვა ტონალობით და სხვა სახით როცა დაუსვით ფინანსთა სამინისტროს, იმიტომ რომ ჩვენ ეს კითხვები გვაქვს. ტონალობით გამოსაუბრებ ფინანსთა სამინისტროს ძალიან ღრმა, ძალიან საშიში მედიისთვის. ამით შეიძლება მართლა სერიოზული პრობლემა შექმნას ნებისმიერი კომპანიის რომის რეიტინგის დათვა ხდება. ყველა შეექმნება აბსოლუტურად საფრთხე, მარტო რუსთავიორს არ შეექმნება ამის საფრთხე, რა თქმა უნდა. ამაზე არავინ არ დავს ბატონიკა, მაგრამ ეს კითხვა რომ დავსვით ჩვენ რუსთავიორს, მაგრამ რუსთავიორი არის ყველაზე მოწყვლადი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის არის ლიდერი და აქედან მას არ ბენეფიტები ამ ლიდერობიდან ხო იცით? ეს მაინტერესებს რა მოხდა ამ სამი კვირის განმავლობაში. ეს კითხვა რომ დავსვით, აგვაფარეს ოქმი, რომელშიც თანხმობაა განცხადებული თქვენი კომპანიის მხრიდან, რომ სიებს გაცემდა. კარგია რომ ეს პოზიცია შეცვალეს. სახელმწიფოს ინტერესებს იცავთ. არა, სახელმწიფოს ინტერესებს არ ვიცავ. ძალიან ხალხად იკვეთება რომ იცავთ ნათია ამ კონკრეტულ სიტუაციაში. არა, ნუცდიო გამართლება სახელმწიფო ამ კონკრეტულ სიტუაციაში ცდილობ გამართლება იყო ნათია. მედიას არ შეექმნეს პრობლემას. სახელმწიფოს ამ სიტუაციაში გამართლება. არ ცდილობ უტრირებას ნამდვილად. ძალიან სულელურია ეს ქმედებები, იმიტომ რომ ეს უგუნურებით გამოწვეული. კიდევ იმედი მაქვს, რომ არასწორი ინტერპრეტაციებით გამოწვეული, იმიტომ რომ ეს პრობლემა
იმედი შეგიძლიათ რომ მითხრათ იმედი რატო რა მოხდა ამ სამკვირაში კითხვა რომელსაც ნაცია ასწავლს იქნა გამოხატული დღეს რატო არ არის დღეს ფინანსასამსახურო და რატო არ საბოლოო ჩვენ იმიტომ რომ თხოვეთ და მათ უარი განაცხადეს გადაცემაში მოსვლაზე ჩვენ თავად სტუმრად ყავდა ისინი ძალიან დაპატიჟებული სამწუხაროა რომ მათ არ აქვს საშუალება რომ გაგვიმარტონ საიდან გამომდინარეობს ეს იყო აუცილებლობა წინასწარი თანხმობა მე უნდა ვთქვა მაგრამ საბოლოოდ მათ უარი თქვეს გადაცემაში კანონში პირდაპირ არის მითითებული რომ ეს პროცედურა არ უნდა აჩერებდეს მეწარმის საქმიანობას და სამწუხაროდ ეს ასია მეწარმის საქმიანობა არ თუ ფერხდება ჩერდება ეს ერთი მეორე ამ კონკრეტულ პრობლემას მოყვა კონკრეტული შედეგი ეს ადამიანები სადაც დგას ოჯახები სადაც დგას ეს აპარატურა არიან დაშინებული თქვენ თვითონაც ბრძანეთ ამის შესახებ მოყვა რეაქცია დღეს ვიდრე აქ მოვიდოდი კომპანიიდან დამირეკეს რომ თუ კარგი იქნებოდა გამეჟღერებინა მათთვის იმ ადამიანებისთვის მესიჯი რომ მათ არაფერი არ ემუქრება და კარგი იქნება თუ სახელმწიფო გააჟღერებს ამ მესიჯს თუ მისთვის ძვირფასია რა თქმა უნდა მედია მონიტორინგის თავისუფლება და საერთოდ მედიის თავისუფლება კარგი იქნება თუ სახელმწიფო განუმარტავს მათ რომ ეს მათ არ შეეხებათ რაც თავისთავად იმას ნიშნავს რომ თქვენ მომავალში ალბათ შეგექმნებათ პრობლემები ახალი ოჯახების პოვნისას რომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ არ შეგვექმნება ასეთი პრობლემები მოდით ნუ გადავწურავთ და ნუ აპოკალიფს ნუ დავხატავთ ცხადია ჩვენ ვიტოვებთ იმედს რომ ეს არის მართლაც უგუნურების შედეგი სამწუხაროდ იმიტომ რომ არც საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთ ხელების გადაგრეხის მეთოდს ხო როდესაც ინფორმაციის მოპოვებაზეა საუბარი ჩვენ ვცდილობთ რომ ვითანამშრომლოთ საგადასახადო ორგანოებთან და მოვიკითხოთ თქვათ რა მეთოდები შეიძლება აწყობდეთ მათ იმისათვის რომ ანუ მათაც იგრძნონ თავი დაკმაყოფილებულად და მიიღონ ის ინფორმაცია რაც სურთ თქვათ გონივრულობის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ თქვენ ამბობთ რომ არსებული კანონის ფარგლებშიც ეს შესაძლებელია აუცილებლად არსებული კანონის ფარგლებში ეს შესაძლებელია და მეცაც გეტყვით სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი შევახსენებ მათ ვინც ამით არის ახლა დაკავებული 199 მუხლი რომელიც ითვალისწინებს მეწარმისთვის ხელშეშლას საქმიანობაში და გაითვალისწინონ რომ უკანონო ხელშეშლა საქმიანობაში ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ამ პასუხისმგებლობის დროს მე იმედი მაქვს რომ დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები იმ ვითარებით რაც შეიქმნა და იმის იმედიც მაქვს რომ საგადასახადო ორგანოებში ძალიან ბევრი გონიერი ადამიანებითი და ისინი მოვლენ გონს და დაფიქსდებიან. მე ბაჩოს მინდა დავასრულებინო აღარ დავასრულებინეთ ჩვენ ბაჩო შენ საუბრობდი იმის შესახებ რომ თუ მანიპულირება მოხდება რეიტინგებში ეს ძალიან ადვილი შესამჩნევი იქნება მაგრამ კახასაც მიმართავ ამ შეკითხვით ერთდროულად რამდენად დასაბუთებადი იქნება ეს თუ შეამჩნიეთ რომ რომელიღაცა კომპანიის რეიტინგმა აიწია ჩვენ მივხვდებით რომ ეს მანიპულირებადია მაგრამ რითი იქნება შესაძლებელი ამის დასაბუთება იმ მონაცემებით რა მონაცემები მივა იმ კონკრეტული ფიფლმეტრებიდან TVMR საქართველოს ოფისში თუმცა ანალიზის შესაძლებლობა ჩატარება და შეიძლება თუ ოჯახებზე ფიფლმეტრის სიგნალი იყოს რატო ჩვენ ვამბობთ იმ შემთხვევაში როდესაც თუ ოჯახზე განხორციელდა ზეწოლა და ოჯახიდან მართლაც უკვე მივა სიგნალი რომ ამ კონკრეტულ არხს უყურებენ ისინი შეიძლება სულაც არ უნდა ამ არხს უყურებონ მაგრამ ანალოგური შემთხვევა მოხდა თურქეთში იქ მოხდა გაჟონვა ინფორმაციის თუ რა ოჯახებში და რომელ ოჯახებში ეყენა სხვა შორის იგივე კომპანია ემსახურებოდა და სერიალის წარმოებლებმა დაიწყეს მანიპულირება ამ ფიფლმეტრებით, რომელიც 4 თუ 5 თვეში მოხდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, ანალიზი ჩატარდა, სამწუხაროდ იქ ვერ გააგრძელა ამ ორგანიზაციამ რეპუტაციის გამო და გავიდა საქართველოში. რაც შეიძლება აქაც მოხდეს თურქეთში და რაც შეიძლება თქვა საქართველოში მოხდეს. ამის საფრთხეც არსებობს რასაკვირველია. აი თუ მოხდება ასეთი რამე და მაინც მოხერხდა, თქვა რისი ეჭვიც შიშიც არსებობს ოჯახებზე ზეწოლა და შესაბამისად მივიღეთ ყალბი რეიტინგები. როგორ იქნება შესაძლებელი შემდეგ ამ სიტუაციის გამოსწორება, ისე რომ მომავალშიც არ დაზარალდეს ზოგადად ასეთი კომპანიების რეპუტაცია და რეიტინგებმა შემდეგ ისევ ნდობა მოიპოვოს. ძალიან რთული იქნება. აი წარმოვიდგინოთ ეგ შემთხვევა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ამ პროცესის მერე რომელიმე ერთი კონკრეტული ტელეკომპანიის რეიტინგი დაეცა, მეორესი გაიზარდა. ამ შემთხვევაში ცხადია შეიძლება კომპანიას გაუჩნდეს კითხვა, რომ ეს ხო არ მოხდა იმის გამო, რომ ვიღაცამ გაიგო იმ ადამიანების კონკრეტულად იმ ადამიანების სახელები და გვარები, სადაც ეს მოწყობილებები არის დამონტაჟებული და ამის შემდეგ ხომ არ მოხდა რაღაც კანონსაწინააღმდეგო გავლენების მოხდენა იმ კონკრეტულ ადამიანებს. ეს კითხვა კი გაჩნდება და ამას შესაძლებელია კონდეს ლოგიკური საფუძველი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის მიღება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი, იმიტომ რომ თუ ამ კითხვაზე ობიექტური პასუხის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ოჯახებიდან, სადაც ეს არის დამონტაჟებული, ხო? იმათ უნდა ვკითხოთ, ესეთ ზეწოლას ქონდა თუ არა ადგილი, მაგრამ თუ ადამიანებმა ვერ გაუძლეს თავის დროზე ზეწოლას და
ზეწოლის შედეგად გადართეს იმ არხზე, სადაც არ სურდათ რომ გადაერთოთ, ცხადია, კითხვის დასმის შემდეგ ისინი არ გასცემენ პასუხს, რომ კი ზეწოლას ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ ვინმეს თუ აქვს ზეწოლის გაძლების ძალა, მანამდე აღმოჩნდება ეს ძალა და ეტყვის, რომ მიცით რა, მე მაინც იქ გადავრთავ, სადაც მე მინდა, მაგრამ ვიღაცამ თუ ვერ გაუძლებს ზეწოლას, ის არ იტყვის ამის შესახებ და შესაბამისად ჩვენ ვერ გავიგებთ ამის შესახებ. ჩვენ ტელეკომპანიებში გვეცოდინება, რომ თეორიულად ვამბობ, იმედია ეს არ მოხდება, რომ ჩვენ გვაქვს ყალბი რეიტინგები და რა უნდა ვქნათ მაშინ, ვერაფერს ვერ ვიზამთ. არ ვიცი, კომპანია კაფეოდ აცხადებს, რომ ყალბი რეიტინგი არ იარსებებს. თუ კომპანია დარწმუნდება იმაში, კომპანია დარწმუნება არ იარსებებს რეიტინგი, ან იარსებებს ნამდვილი რეიტინგი. ანუ კომპანია მოხსნის ყველა აპარატს და გადაამისამართებს მათ. მაგრამ გადამისამართებას, როგორც მოგახსენეთ, ჭირდება დრო, ანუ გარკვეული პერიოდის მანძილზე დასახსრები, რა თქმა უნდა, უბრალოდ არ ვიცი, რამდენად საინტერესოა საზოგადოებისთვის ეს, მაგრამ საკმაოდ დიდი სახსრები დაჭირდება იმას, რომ ათასობით ადამიანი გამოიკითხოს და ხელმეორედ მოხდეს ოჯახების იდენტიფიცირება და განთავსება. შესაბამისად, ესე იგი, კომპანიის სახელით კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ალბი რეიტინგი არ იარსებებს, ასე რომ ეს შიშები რაღაც თქვათ. ძალიან კარგი. მე მინდა ბოლო რეპლიკებისთვის, ძალიან მოკლე რეპლიკებისთვის მოგცეთ დრო, იმიტომ რომ გილოცავთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებო, თქვენი ხელმძღვანელი უკვე აქ არის, კახაბენდიკი მოვიდა რუსთავიოში და შემოგვიერთდება რამდენიმე წუთში გადაცემაში, ამიტომ დრო რომ დაგვრჩეს, მინდა ბოლო რეპლიკებისთვის მოგცეთ დრო და მოკლედ შევაჯამოთ დღევანდელი დისკუსია. უბრალოდ იმგვარი მომავალი არ უნდა დადგეს არავითარ შემთხვევაში, რომ ამ კომპანიის ფუნქციონირება შეექმნას. საფრთხე ამაზე არავინ არ დაობს, რომ ეს კომპანია არის სპეციფიური, განსაკუთრებული და მის ამგვარ ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული მაუწყებელთა ფუნქციონირება. უბრალოდ მგონია, რომ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გაგებული ამგვარად, სწორედ როგორც ეხლა ჩვენ გადმოვცემთ ამას, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და გონივრული ნაბიჯები გადადგას. ფინანსთა სამინისტრომაც კონკრეტული დადგენილება, რომელსაც ჭირდება ნორმალური იმპლემენტაცია. ხო, ადამიანები ვართ, ყველა რაღაცა სახით კანონს ვახორციელებთ. უბრალოდ მე მგონია, რომ ასეთი მთლად აპოკალიფსური მომავალი არ გვექნება და არ ჭირდება არაფერში. ყველა ხელისუფლებისთვის დამღუპველია ესე ნაჯახით შეხომედია და არანაირად არ ჭირდება ეს არც ამ ხელისუფლებას ასეთ შემთხვევაში. ზურა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცნაირად მოინახოს გზა რომ მოხდეს ალტერნატიული მეთოდით ინვენტარიზაცია ამ ფიფომეტრებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ჩამოშლილ სარეკლამო ბაზარს, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ დაბალი ხარისხის სატელევიზიო პროდუქტს, ჩვენი მაყურებლები ვერ ნახავენ მათ საყვარელ შოუებს, საყვარელ სერიალებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, კითხვის ნიშნის გაჩენაც კი, რამდენად სწორად იზომება რეიტინგი და რამდენად არის კონფიდენციალურობა დაცული, კითხვის ნიშნის გაჩენაც კი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შესაძლოა ჩვენ ამ შემთხვევაში მივიღოთ ძალიან დიდი კლება სარეკლამო ბაზარზე. დიდი მადლობა. ილია. ჩემი აზრით უნდა გამოიძებნოს გარკვეული კომპრომისები ორივე მხრიდან, რათა მოახერხოს ჯანსაღი ფუნქციონირება TVMR საქართველოს და მოხდეს ნამდვილი რეიტინგების გაზომა. ჩემი აზრით ტყუილი რეიტინგები არც ერთ ტელეკომპანიას არ უნდა აწყობდეს და არც სარეკლამო ბაზარს რასაც და არ აწყობს არც სახელმწიფოს. არ უნდა აწყობდეს ყოველ შემთხვევაში კახა. მე მგონი ყველა ერთ აზრზე ვართ, კერძოდ ფაქტია და ნათელია ინტერესი თუ რა შეიძლება იყოს კომპანიების და ტელეკომპანიების და ამ კონკრეტული რეიტინგის მზომელი კომპანიის ინტერესი და ზოგადად საზოგადოების ინტერესი დამოუკიდებელი ტელევიზიების არსებობის შემთხვევაში და ამ ინფორმაციის გამჟღავნება თუ მართლაც ამ ინტერესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მე ვფიქრობ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებშიც არის შესაძლებელი გამოსავლის მონახვა და ბოლოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ საგადასახადო ორგანოს პოზიცია არის ის, რომ მინისტრის ბრძანება არის პრობლემა და არ შეუძლიათ რომ დაარღვიონ ეს ბრძანება, მინისტრის ბრძანების შეცვლა არის ძალიან მარტივი. ეს არ არის პარლამენტი, რომ იქ ჭირდებოდეს რეგლამენტით გაწერილი პროცესი. ძალიან მარტივია მინისტრის ბრძანების შეცვლა. ეს არის ერთი დღის ამბავი. ბოლო-ბოლოს შეიცვალოს ამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ეს ბრძანება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის ამის საუცილებლო, მაგრამ მივყვები შემოსავლების სამსახურს ლოგიკაში. თავარია ეს სიტუაცია და მოგვარებადი ამბავია, მოგვარებადი ამბავია. ნიკა უნდა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ის რაც მოხდა და ის რაც შეიძლება რომ მოხდეს. მოხდა ის რომ სახელმწიფომ უკანონო ჩარევა განახორციელა მედია ბაზარში, ამის მცდელობა ჰქონდა და ჰქონდა მცდელობა რომ ამოიღო ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებდა მედიის წინააღმდეგ. მისთვის არასასურველი მედიების წინააღმდეგ და ჩვენ საკუთარ თავს ასეთად განვიხილავთ ნამდვილად და მისთვის სასურველი მედიების სასარგებლოდ. ახლა ესეთი მედიები რომელია, იხილეთ მესაკუთრეები და მიხვდებით ეგრევე.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს და რა უნდა მოხდეს. უпростоრად შეიძლება ეს გეგმა განხორციელდეს, ანუ ჯერ ამისგან დაზღვეული არ ვართ და იმედი ასე არ მოხდება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ის რაც მოხდება, იქნება პოზიტიური მედიისთვის. ანუ ამ ინფორმაციას ისინი ვერ წაიღებენ და არ წაიღებენ, თუ კეთილნებას გამოხატავენ, თუ იძულებული იქნებიან საზოგადოებრივი ზეწოლის საფუძველზე, ოღონდ ასეთ ნახევარზომებით და გაუგებრად ტონალობაში ლაპარაკით ეს ვერ მოხდება, რა თქმა უნდა. და მაკვირვებს უბრალოდ ზოგიერთი აქ ყოფის ტონალობა, რომელიც სრულიად განსხვავებული იყო აბსოლუტურად იდენტურ ვითარებაში წინა ხელისუფლების დროს და სრულიად იგივე ხდება ახლა უბრალოდ კომპონენტი შეიცვალა პოლიტიკური, სახელები შეიცვალა, თორე სრულიად იდენტური რამ ხდება, შეიძლება კიდევ უფრო ხისტი და კიდევ უფრო მასშტაბური. ამიტომ ასეთი მიდგომით ზეწოლა უნდა იყოს ძალიან ინტენსიური, საიმედოდ რომ სახელმწიფომ ვერ კი არა, არ გააკეთოს პირველ რიგში, იმიტომ რომ მის ინტერესებშიც ნამდვილად შედის, რომ ეს არ გააკეთოს. თუ ამაზე სახელმწიფო მიდის, მაშინ მან უნდა იცოდეს, რომ ის აუცილებლად გადაიხდის ფასს მედია სარეკლამო ბაზრის და თავისუფალი მედიის დანგრევისთვის. ამ ფასის გადახდა მას მოუწევს. ეს ფასი გადაიხადა წინა ხელისუფლებამაც, გადაიხდის ეს ხელისუფლებაც, თუ წავა ამ ნაბიჯზე. დიდი მადლობა და მე ამ ბლოგს ქეთის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც თქვა, რომ წყალბი რეიტინგები საქართველოში არ იქნება, თუ ამის საფრთხე შეიქმნება, კომპანია საერთოდ აღარ აწარმოებს ამ რეიტინგებს. თქვენ მზად ხართ თანამშრომლობისთვის? ცხადია. რომ ყველაფერი მოგვარდეს წყნარად და მშვიდად. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. ეს ბლოკი დასრულებულია. ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენი სტუმარი უკვე იქნება აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა დაკითხვა მთავარ პროკურატურაში. დაგველოდეთ.